8 პაუზის შემდეგ ბაკურიანში კოხტაგორაზე ახალი საბაგირო გაიხსნა. ცერემონიას მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ. კოხტის საბაგიროზე ახალი სავარძლის ტიპის 6 ადგილიანი საბაგირო დამონტაჟდა. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ კოხტა საბაგირო ბაკურიანის ტურისტულ პოტენციალს გააძლიერებს. ცერემონიის შემდეგ მთავრობის წარმომადგენლები დიდველზე გადავიდნენ, სადაც სამთო სათხილამურო სპორტში საქართველოს თასის პირველი ეტაპის გამარჯვებულები დააჯილდოვეს. პირველ ადგილზე გასულ სერტიფიკატი გიორგი კვირიკაშვილმა გადასცა. ბაკურიანს დღეს შეემატება კოხტა საბაგირო, რომელიც გააძლიერებს ბაკურიანის ტურისტულ პოტენციალს და სასიამოვნო რომ ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც საქართველოში უპრეცედენტო დიდი რაოდენობა დაფიქსირდა უცხოელი ტურისტებისა და ვიზიტორების, რომლებიც საქართველოში შემოდიან. დღეს დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ბაკურიანი ახლიდან დაიბადა, ამ წუთას აშენდა კოხტის ახალი საბაგირო, ახალი ტრასებით და დაგრძელდა, რომელიც ჩვენის აზრით ძალიან გააქტიურებს ვიზიტორების შემოსვლას ბაკურიანში. საკმაოდ დიდი ინფრასტრუქტურა გაკეთდა უკვე, ბევრია გასაკეთებელი კიდე მიტარბის მიმართულებით, რომელიც მომავალ წელს დაიწყება. ეს იქნება უნიკალური კურორტი იმ გაგებით, რომ ეს იქნება პირველი შემთხვევა საქართველოში სკი-აუთის კონცეფციით. ძალიან მნიშვნელოვანია საერთოდ კურორტის და საქართველოს ტურიზმის განვითარებისთვის. მე პირადად ბევრ შეჯიბრზე მაქვს მიღებული მონაწილეობა ამ ტრასაზე და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ უახლეს თანამედროვეს და უმაგრეს საბაგიროზე დავჯექი.